როგორ შეიძლება შეიცვალოს ქალის ცხოვრება თუ ის მოძალად და ქმართან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას არ თანხდება. და გადაწყვეტს, რომ ძალადობას წინ აღუდგეს. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო კვირეულში ასაჯაროებს თავის ფილმს ავტორი მევლუდ საბაშვილი. ფილმს გამყოფი ხაზი ჰქვია და მართლაც გამყოფ ხაზს წარმოადგენს ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი და მოძალადის მოსჩელებაში მყოფი ორი ქალის ისტორიას შორის. უფრო კი ერთი ქალისას, რომელსაც ამ ორი გზიდან აქვს ასარჩევი, რჩება მსხვერპლად, თუ თავს დააღწევს ძალადობას. წინ ხომ უნდა წავიდეს ნახევარი ხელფასით თამაშობ, მეორე ნახევრით სვამ. და ხო ხედავ რომ რაღაცას ვცდილობ. და ყველა შენ გატყუებს, ვინმე დაგიბრუნა ფული? ჩემების ბინა რომ გავყიდეთ, სად წავიდა ის ფული აორთქლდა, ერთი თეთრიც არ მინახავს. გეყო. აღარ შემიძლია ასეთ სიმწარეში ცხოვრება. გეუბნებოდი არ გინდა იმ მოაზრო ბარში ფულის ჩადება. შენებლობაზე ცხენებულმა ბიზა ჩემა დაგაც. ერთი გისმენთ? ერთი გისმენთ? ქმარმა ხელი დამარცხდა. თქვენი მისამართი და სახელი მითხარით. გამყოფი ხაზი. გამყოფი ხაზი ქალის ორ ცხოვრებას წარმოგვიდგენს, ასეთია ფილმის რეჟისორის გადაწყვეტილება, რადგან მოძალაძესთან ერთად ცხოვრებმა ქალებმა გვერდიდან შეხედონ ამ პრობლემას, ქალმაც და იმ გადაწყვეტილებების მიმღებმა პირებმაც, ვისაც ქალთა უსაფრთხოების დაცვა ევალება ჩვენს ქვეყანაში. მევლუდ საბაშვილი რეჟისორი მინდა ჩავთოთ ბათუმიდან, თუ უკვე ხაზზეა. მოგესალმებით მევლუდ, მადლობას გიხდით ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის და ამ თქვენი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გასაჯაროებისთვისაც გამყოფი ხაზი რომ ჰქვია. მე არ წარმომიდგენია, ვინც ეს ფრაგმენტი ნახა, არ მოესურვოს ნახოს ფილმი სრულად. ყველას, ვისაც თავად აქვს ეს ისტორია, ვინც არ გამორიცხავს, რომ ძალადობა შეიძლება გამოიაროს, მან თუ მისმა ახლობელმა და ოჯახის წევრმა. ასეთი იყო თქვენთვისაც ალბათ, როგორც ავტორისთვის ეს ჩანაფიქრი, ტელეპიროლებმა მოგაქციათ ყურადღება სწორედ ამ ფილმის გამო, ისე კი ვიცით, რომ არ არის ეს პირველი ფილმი, ხო, თქვენთვის. მელუდ, თუ შეიძლება რომ აგვიხსნათ თქვენი მიზანი ამ ფილმის შექმნისა. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები ასევე თქვენ მაყურებელს და დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის და მიზანს რაც ეხება, ხო, ჩვენთვის, ჩემთვის პირველ რიგში მიზანი იყო, რომ შემექმნა ფილმი, რომელიც საინტერესო ყურებელი იქნებოდა და რომელიც ილაპარაკებდა ისეთ თემებზე, როდესაც ფილმი რომ დამთავრდება, მაყურებლებმა ხალხმა გააგრძელოს მასზე ლაპარაკი და იყოს ეს დისკუსიის საგანი. როგორც ასეთი რომ მე ვინმე ახლა ცხოვრება ვასწავლო, ასეთ მიზანს ასე ვთქვათ არ ვისახავ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რომ მომეყოლა ისტორია, რომელიც აი ხო მაყურებელში გააღვიებდა იმის ინტერესს, რომ თემაში უფრო ჩაეხედოს და თვითონ ადამიანებმაც ნახონ როგორ ხდება ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის ეს ისტორიები ძალიან ხშირად და სამწუხარო ძალიან ხშირად გვესმის ასეთი მსგავსი ისტორიები და მე ბავშვიც როცა ვიყავი, მესმოდა ასეთი ისტორიები და ვფიქრობ რომ ნითუმეტეს ბავშვები არ უნდა გაიგოს ასეთი ისტორიები, მაგრამ არის მომენტი, როდესაც რომ ამას არ ვხედავთ. და მე როდესაც აი ფილმის პრემიერა ჰქონდა ჩაკეტილ წრეში, კინოკლუბებში, ერთმა ფსიქოლოგმა ქალმა მითხრა, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე, ასეთ ქალებთან მუშაობს, რომლებმაც ძალადობას დააღწეს თავი და მითხრა, რომ ქალებს ძალიან უჭირთ ცხოვრების დაწყება შემდეგო, იმიტომ რომ ეს ისეთი განგრძობითი პროცესიაო და მადლობა მითხრა, რომ აი ეს ვიზუალურად როდესაც ხედავს ადამიანი, სულ სხვა არის, ვიდრე როდესაც ვიღაცა გეუბნება ამას და
სწორედ ეს ვიზუალური განზრახვა იყო ამ ფილმის ფორმა, სარეჟისორო გადაწყვეტილება და ფორმა. მე ხას გასმით უსვამ ამას, ხას იმიტომ რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ფილმი, მოკლე ფილმია თან, უნდა ნახოს ძალიან ბევრმა, ვისაც აღელვებს ეს თემა, ვინც ფიქრობს, რომ თავის შვილს არ უნდა დაემართოს მსგავსი რამ, ვინც ფიქრობს, რომ თვითონ რო დააღწიოს ამ ყველაფერს თავი მერე ძალიან გაუჭირდება. ეხლა რატომ ვსაუბრობთ თქვენს გადაწყვეტილებაზე და ამ ფორმაზე? ვსაუბრობთ იმიტომ, რომ რეჟისორმა მაყურებელს მინდა უთხრა, აი ხა ჩვენ შორის ხო გამყოფი ხაზია, როგორ საით არის. ხო, აი ასე გაყო ეკრანზე იმ ქალის ცხოვრება, რომელმაც 112-ში დარეკა და ძალადობის აღმოსაფხრელად ნაბიჯი გადადგა და ეკრანის ცალ მხარეს კი რჩება ის ქალი, ვინც ვერ გაბედა 112-ზე დარეკვა. ეს კონტრასტი, ერთი ქალის ორი ისტორია, როგორ გაგრძელდა ცხოვრება მას შემდეგ, რაც მან გადაწყვიტა წინაღუდგეს ძალადობას. აი ეს ორი პარალელურად წარმოდგენილი ისტორია ამ კონტრასტში მართლაც ძალიან თვალსაჩინოდ ასახავს პროცესს. და ამისთვის გიხდით მადლობას ამ ფორმისთვის. სხვათა შორის მინდა რომ აუცილებლად ასევე ავგნიშნოთ ისიც რომ თქვენ თვითონ ახსენეთ ახლა რომ ფსიქოლოგმაო ერთ-ერთი ჩვენების დროსო მევლუთ ხო მითხრაო რომ ახლიდან დაწყებაო ცხოვრებისო ქალებსო მერე უჭირთო. აი როგორ ფიქრობთ თქვენ რომელმაც იმუშავეთ ამ ფილმზე იფიქრეთ როგორ გადაგეღოთ ძალადობაზე აი ვისი პასუხისგებლობა უნდა იყოს ხელშეწყობა ასეთი ქალებისა ძალადობა გამოვლილი ქალების მეორე ხელახლა დაწყებული ცხოვრებისა. დიახ, მადლობა შეკითხვისთვის. დიახ, საინტერესო შეკითხვა არის და ალბათ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ფარგლებში საკმარისად ამის გახსნა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მე მაქსიმალურად მინდოდა მეჩვენებინა, რომ ეს არის სოციალური მოვლენა არის და არა მარტო სოციალური ასე ვთქვათ, გარეგნულად, არამედ შინაგანადაც არის, იმიტომ რომ არის ფილმში მომენტები, როდესაც ამ ქალის გადაწყვეტილება სხვა ადამიანების ცხოვრებასაც ეხება და ხო, როდესაც ასეთ რაღაც ფილმზე მუშაობდი და სცენარი წერებოდა, მე მქონდა კომუნიკაცია ქალებთან და ვცდილობდი ის მომენტები დამეჭირა, რომელსაც მეუბნებოდი. მაგალითად არის მომენტები, რომ როდესაც რამდენად მარტივი არის გაღვიძებაო, მსუბუქად გრძნობო თავსო, როდესაც აი მაგალითად მოძალადე ქმართან აღარ არის, მე მაგის ცოდნა თავისთავად არ მექნებოდა, ხო და სწორედ ეს ქალებმა მითხრეს და ფილმშიც არის ასახული და მე აღნიშნეს კიდეც რომ დიახ არის ეგეთი მომენტები და როდესაც აი ესეც სოციუმზე ვლაპარაკობთ მე ვისურვებდი თავისთავად რომ გაცილებით უფრო დიდი ბიუჯეტი გქონოდა და მსგავსი რამ რომ აი მაგალითად იქ მეზობლების თემაც ყოფილიყო რომ ხალხი ამას როგორ უყურებს იმიტომ რომ პოლიციაც არის მაგალითად ფილმში და ჩემი მიზანი იყო რომ მაგალითად მაქსიმალურად როგორ უნდა იყოს ეს სიტუაცია ეს წარმომედგინა და აღნიშნეს კიდეც ეს პრემიერებზე რომ კარგი იქნებოდა რომ მეორე მხარესაც ეყურებინა ეს ფილმი, რომ ზოგჯერ არის შეიძლება ის ძალიან სამწუხაროდ ადამიანი ხალხისა, რომლებიც ვერ იაზრებს, რამდენად ტოქსიკურები არიან ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეს ძალადობა შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ვერბალური, ზოგჯერ ქცევითი ძალადობა შეიძლება იყოს, როდესაც ადამიანს ჩარჩოში აყენებ და დიახ, მე შევეცადე მაქსიმალურად რომ სოციალური მომენტი ყოფილიყო და სწორედ პასუხისმგებლობასაც მე ვფიქრობ, რომ არა მარტო შინაგანად მოდის ადამიანისგან, არამედ სოციუმიც უნდა მაქსიმალურად გარკვეული იყოს ამ თემაში. ბათუმიდან გვერდთვებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი უკვე ტევ პირველმაც უჩვენა და იყო სატელევიზიო პრემიერაც, ეხლა გადაწყვიტეთ გასულ კვირას ქალთა ძალადობის აღმოსაფხრელი მსოფლიო დღე არის და კვირეული გაგესაჯაროებინათ, ხო? ანუ დაგედოთ სოციალურ პლატფორმაზე, სადაც გამყოფი ხაზი, ასე ქვია, ფილმს ნებისმიერ ჩვენგანს უკვე შეუძლია ნახოს მაგალითად YouTube-ზე, როგორც ვიცი, ხო? თუ შეიძლება რომ გითხრათ, აი ეხლა რა რეზონანსი აქვს ამ ფილმს? როგორი უკავშირი იგრძენით თქვენ, ვინც ნახა უკვე ფილმი? დიახ, უკავშირს რაც შეეხება, როგორც აი კომენტარებიდან კითხულობ და ხალხი მეუბნება,
უკავშირი არის და სხვათა შორის ის არის ზუსტად რისი მიღწევაც გვინდოდა რომ ასე ვთქვათ აღვივებს ამ თემაზე საუბარს არის ხალხი რომელიც აღიქვამს ძალიან პოზიტიურად არის ხალხი მაგალითად რომელიც აღიქვამს ნეგატიურად არის ხალხი რომელიც აფასებს როგორც ფილმს დადებითად და უარყოფითასაც და არის ხალხი რომელიც საერთოდ არ ინტერესდება და ჩემთვის ყველაზე მოსაწყენი რამ იქნებოდა რომ უბრალო ფილმი ყოფილიყო და ხალხი ნახავდა და დაივიწყებდა ხო სად უჩვენეთ კიდე აი ვიწრო წრეებში უჩვენეთო რო თქვი რო ამბობთ აი სად გეძლებათ შესაძლებლობა ფილმის შემქმნელებს ვიწრო ჯგუფებს აჩვენოთ თქვენი ნამუშევრები დიახ, არის კინოკლუბები საქართველოს მასშტაბით, ბათუმშიც იყო, მაგალითად, ჩვენ ფილმები ვაჩვენეთ, ასე ვთქვათ, სკოლის უფროს კლასელებსაც ვაჩვენეთ, რომლებსაც ძალიან ინტერესით უყურებდნენ და საინტერესო არის სხვათა შორის, როდესაც სხვადასხვა ასაკის კატეგორიის ხალხს აჩვენებ და სხვადასხვა ასაკის ხალხი როგორ უყურებს, იმიტომ რომ მაგალითად უფროს კლასელი გოგოები ფილმში პერსონაჟია, რომელიც დაახლოებით მათი ასაკის არის და იმას გულშემატკივრობდნენ ძალიან და სხვა პერსპექტივა ჰქონდათ. მამაკაცები ზოგჯერ არის რომ მაგალითად კასის კუთხიდან უდგებიან, კი არა მართლებენ, მაგრამ აი სხვანაირად უყურებენ მაინც და საინტერესო არის და მე მგონი ძალიან ნებისმიერი კინო ადამიანი ვინც იღებს ფილმს, ძალიან კარგი არის ასეთ კინოკლუბებში ჩვენება. იმიტომ რომ იქცეს თემა სადისკუსიოდ, ხო? დისკუსია არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გავიაზროთ ეს პრობლემები უკეთ, ხო? მე ვლოდ ერთი წუთი დაგვრჩა, ეს არ არის თქვენი პირველი ფილმი, მე ვიცი რომ რადიო თავისუფლების კონკურსისთვის გაქვთ შექმნილი ფილმები, ერთად გაქვთ გამოქვეყნებული თქვენ YouTube არხზე, შესაძლოა სხვა ნამუშევრებსაც გადავავლოთ თვალი. დიახ, თავისთავად YouTube-ზე არის ჩემი ყველა ფილმი, კარგის ცუდის. მე ამ სხვენია მაგისი, ნებისმიერი ფილმი მიღწევა არის რომ გადაიღოს და დიახ, YouTube გვერდზე მეულ საბაშვილი არხზე არის ფილმი, ჩემი წინა ფილმი გადახდის ბოლო დღეს, ისიც სოციალურ თემას ეხება, ფინანსურ პრობლემებს, ადამიანსა და როგორ უმკლავდება ის და იმასაც საკმაოდ ისეთი კარგი რეზონანსი მოყვა და იმედი ვქონია, რომ ეს ფილმიც მომავალშიც მსგავსად რეზონანსული იქნება. მადლობა კიდევ ერთხელ ხაზგასმით, მადლობა საინტერესო სარეჟისორო გადაწყვეტილებებისთვის უმცირეს ბიუჯეტზე რომ დგას ფილმი და რომელიც აუცილებლად იქცევა სადისკუსიოდ ნებისმიერ სივრცეში, აი ოჯახშიც კი, თანამშრომლებში, მეგობრებში, სადაც ერთად ნახავთ ფილმს სახელწოდებით გამყოფი ხაზი. ბათუმიდან ამ ფილმის ავტორი მევლუდ საბაშვილი გვერდთვებოდა, სხვათა შორის მისი ძირითადი პროფესია ავიამეთვალყურე დღეს ვერ ვასწრებთ ამაზე ვისაუბროთ, როგორ ზრუნავთ მგზავრთა უსაფრთხოებაზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მოდით ეს სხვა დროისთვის იყოს, დღეს დაგემშვიდობებით თქვენს მაყურებელსაც. ხვალამდე დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.